დიახ, გუგა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ამ ეტაპზე შეჩერებულია და დაახლოებით 2 თვეა უკვე აქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. და ეს არის პროექტი, რომელთაც ქართული ოცნება უკვე წლებია ტრაბახობს და სწორედ 1 წლის წინ ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთელ საქართველოს ამ ადგილიდან მიულოცა ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. აღსანიშნავად იმისა, რომ მშენებლობა დაიწყო, კაფსულაც კი ჩააგდო, კაფსულა ჩაგდებული დარჩა, თუმცა პროექტის მშენებლობა შეჩერებულია. ჩვენ რა თქმა უნდა მოვედით ადგილზე, რომ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია და დაგვხვდა სურათი შემდეგი, რომ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს ადგილზე და არც ერთი მუშა არ გვინახავს, რომელიც შევიდოდა საკუთარ სამსახურში. ჩვენ რა თქმა უნდა ვესაუბრეთ სატელეფონო კავშირზე გავედით პორტის დირექტორთან ზურაბ სიჭინავასთან, რომელმაც ჩვენ კითხვებს თავი აარიდა და ყურმილი დაგვიკიდა. ასევე ვესაუბრებთ პროექტის მენეჯერსაც, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან დასრულებულია და ელოდებიან ახალი ფაზის დაწყებას, თუმცა არ იციან როდის დაიწყება. არა და მუშებს განუმარტეს, რომ 2 დღით დაასვენებდნენ მათ, თუმცა უკვე 2 თვეზე მეტი ხანია ეს ადამიანები უმიზეზოდ ცხედან სახლებში და ელოდებიან სამუშაოების დაწყებას. ისიც დაგვიდასტურა სალომე ხიჯაკაძემ, პროექტის მენეჯერმა, რომ ხელფასები ამ ადამიანებს დაგვიანებით დაერიცხათ, რადგან არ ქონდათ ფინანსები და ფინანსურად უჭირდათ. 2 თვე აქ შეწყდა ის ქვები დაქონდათ მარტო ქვები არის დარიეს საქაურობა როგორ გაუძლო ამ გაკეთებულმა გზამ ასეთ სიმძიმის რამდენიმე ტონიანი მანქნები დადიოდნენ და ესეც ცენტრიც გადიოდნენ. გზები იყო, მაგრამ ვინ იყო გამკითხავი, ცენტრით გადიოდნენ. ხალხის მხარეზე არავინ არ არის. ხალხი ვის ჭირდება და რაში ჭირდება. ხალხს მარტო არჩევნების დროს მოიკითხავენ. შეჩერებულია. ცოტა ხანი შეჩერდაო და მე ისევ იქნება ოდედად რა ვიცი. მიზეზი ხომ არ იცით რატომ შეჩერდა? მე რა ვიცი მიზეზი. არ არის შეჩერებული, შიდა პროცედურები გვაქვს შესაბამის ნებართვას ელოდება მშენებლობის გაგრძელების უფლების, რაც არის სატენდერო დოკუმენტაცია. ამ წუთასაც მიმდინარეობს სამუშაოები არ გაჩერებულა, უბრალოდ კონკრეტული რაღაცა დიზაინის ნაწილი დამთავრდა და ეს დიზაინის ახალი ნაწილი ახლა გრძელდება, რომ მომზადებით უშუალოდ მშენებლობისთვის და ტალღუნდახელის მშენებლობისთვის. ახლა მოსამზადებელი დღეები მიმდინარეობს, რომ დავიწყოთ უშუალოდ ტალღუნდახელის მომზადება. ხელფასები ნამდვილად ეგრე მოხდა, ნამდვილად დაგვიანებით არის ჩარიცხული, მაგრამ ხელფასები ჩაირიცხა, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებულები ვართ ასევე შემოსავლებზე, ჩვენთანაც გვიან ჩაირიცხა ესე რომ ვთქვათ თანხები. ჩვენი შესრულების თანხები იქიდან გამომდინარე, შესაბამისად გვიან მოხდა ანაზღაურება. ეს მხოლოდ მოხდა ეს ერთადერთი თვე და მუშებს ახლა ყველას გამუშებს და ყველა თანამშრომლებს ანაზღაურებული აქვს. ახლა საინტერესოა განახდება თუ არა პორტის მშენებლობითი სამუშაოები, რადგან უკვე 2 თვეზე მეტი ხანია მუშებს ეუბნებიან, რომ შემდეგ კვირას დაიწყებენ მუშაობას. ახლაც პირობა აქვთ, რომ ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას და მშენებლობით სამუშაოებს, თუმცა არ აქვთ იმედი ამ ადამიანებს, რომ მალევე აღდგება სამუშაოები.